English. Translate. გავიწყებ. Let's go. უსმენ. გამარჯობა პივი. Wow. ეს სად ვარ? თქვენ ვინ ხართ? რას გავხართ? სადა ყოა ნაინა რუსია ვინმე backstage trash-ი ფუსი რა თავზე წამოვაცათ რუსი და გავხადო ჯუსი? გავხადო ჯუსი. სადა ყველაზე პაპსა underground-ი? სადა ეიო ბრე საუნდი? სადა ჰაიპი, ფეიმი, კლაუდი და რაც თავარია, სადა განდონა ბავშვების კრაუდი? არ ვიცი, სად ვარ და რა მომივიდა? თმაზე გაიგაება. ყოა ჯიმა თმები როდიდან რა მოგივიდა? მეგრელი ვარ, მაგრამ ღმერთო ეს რა დრო მეწია. ჯობდა ის ბოლონაპასი არ მომი. პირველად ნახულობთ ამბეთსო, დოგს ისტორიაში საუკეთესო რაუნდი აქვს პირველი. რავი, პირველად ნახულობთ და ნახოთ. მე მონაკვეთები მაქვს ნახე. მეწია. ეხლა კი მე მგონი გავტრიფე და გავიარე პორტალში და გავიჩნდე სამყაროში, სადაც მელოტია გროტასკი. სადაც ჯიუნას არა ყლენე როზი, ტოტოს არა სკლეროზი და იანგ მაიქს მოდის ამფეტამინის პერედოზი. როტასკის მაგარი უცნაური ფორმის თავი აქვს შეხედე. რატო გავუტრაგე ყველას ფორმის თავს? ძალიან მეოსება. სადაც მამა ფლექსი კაიფს მორჩა. ეს ვივით კაცია. სადაც მასტერას უკავია LGBT დროშა. სადაც შავი პრინცი ცოცხალი არა მარტო სულით. სადაც ეს ლაიფი არ არის მარტო სული. სადაც გოუ თემსი არის ტოქსი. სადაც სააკაშვილს არც გაუსინჯავს კოქსი. სადაც ყალბი ნაღდია და ნაღდი ყალბი. სადაც ქალიშვილია დეა ბადი. მოკლედ ეს განზომილება ანა რეკლურად პარალელური, პარანორმალური, ნორმალური და არანორმალური პარალელურად პარალელები გამივლია და მე იმდენი გამივლია რომ მათი დღეები დათვლილი კი არა გათვლილია. ყოფილ ვარ ყველა ტრიპში, მინახავს ყველა ფერი, პანიკური შეტევები, კლინიკური სიკვდილები, სიკვდილ თვალში ჩახედვები და მაინც ყლეზე გაშვებები, დაჭრები და სროლები, კაები და ბოზები, პროჭები და ჯიგრები, ჩინელები და ნიგერები. აბიჟნიკი და უწყინარი ამ ქალაქში ხელის გულზე ჩანს ვინ არის ვიცნობ ყველას. აუსაც და კარგსაც, ძაღლსაც და კატასაც, ცხენსაც და ვირთხასაც, მაგრამ მე არ ვიცი სამყარო, სადაც შეიძლება ვიცოდე შენ ვაფშე ვინ ხარ, ბრა? რამხელა ბილდაპი. რამხელა ბილდაპი იყო, no name დაეძახებინა პროსტა. აია. ბიჭო ესე ჯუდა არ ველოდი მე ჯუდასკა იმის მერე. ვაგე ვარანცო, გავიდა სვეტი ძღოლი. ექტორი კი მაგ მოასმენი მარტო და აქეთა გავუძლე. ჯუნას დიდი expectation-ი არა. მოგებული აქვს ძმა კაპელა სეზონი. მე არ ვიცი არ მაგ მოასმენი საწყო მარტო ეგ ქონდა მონასმენი. აი შენაი რეპერებს ნისია დავითრებდი სურსათში. ტიპი იმდენად ნაგლია რომ ტრეკი კი არა არ უდევს დაჟე სურათ. შენზე ვიცი მარტო სახელი. ახლა გავაგრძელებთ რაღაც ამ რაიმენ რუჩი მართლა უსახელო და ის არის. რა, ანუ ახალი უსახელო, მაგრამ ნიჭიერი ხალხი გაიჩნდა. უბრალოდ ჯერდა ნახოთ. ანუ ის წინა ვიცი ყო რა ერქვა. კი, წინა კაი იყო, არ ველოდი ისეთი კაი ის იყო. თუ რა ერქვა? სტიჩი ხო, მე თავიდან პოსტერი რო ვნახე რომ აპრომოუთებდნენ პელე და ვიღაცა და ჯუნა და ვიღაცა და მეთქი ლეველს ვერ დადებენ თქოდა. მაგრამ იმას სტიჩმა კარგად დადო რაც მოსვენი მაქვს იქიდან და აქ ნახოთ რა იქნება. ებსაც გავასაიმებ. გაიცანით ეს თო კრიდლა ვინჩე მიყლე ხარ MC. ვაფშე ამის ყლე პანჩებზე არ გინდათ ბევრი განგაში. ამ ცხოვრებაში ვინმე რომ მოგისმინოს უნდა გქონდეს მინიმუმ მეტარხუნეზე დიდი ბაგაჟი. მეტარხუნეს. რა მეტარხუნია? მის მინა შენ ძრევის კაიფში ჩარჩენილო. ბავშვობაში თავი დაცემას ბევრჯერ გადარჩენილო. შეცხოვრებით დაჩაგრულო, ბევრი არ გაახურო. ისედაც საკმარისი ტანჯვა არო მთელი ბეთლი მაყლეს სახეს უნდა უყურო. სუსტი ლაინი. მეჭეჭო. პატარა ბიჭი ხარ, თავი არ გაიფუჭო, ჩი არ გაიკრიჭო. ახლა ისვის დაბალზეო. ხო გითხარ და უწვით. ჩვენი თუ ეწამ, ჩვენი თუ იმისი თვითონ ვიდეოსი. რომლის ხმა ისვის დაბალზე. მოსება ტელეფონში თქო. კურთან მიდან.
ვიდეოსიო. არა ვიდეოს საკაიფოთვის. ცოტა საუწე ვიდეო. ოდნავ უწია, ხო. აჰა. ვიდეოს საუწე. გავარძობთ? ენთვისონ მწვანეთ შოკოლადიც და მიწაც, რონალდო კრისტიანოც და კიჭაც. აშენ ჩემი ხლე შეგილია ეხახუნო ბიძას. რა ის რეპერი ბიჭო მოძრაობ მეტარხუნის ვიდზე. მეტარხუნე MC. არა შენთან ბეთლი მართლა მეყლევება. წადი მიაღწიე ჯერ რამეს. როდის იყო შვილები ასწავლიდნენ ტყნაურს მამებს. გროსას მოეწოლა სლაიდი. ხო, რატომ მოეწონა? უნამუსო გამოდის აქ ერთ-ერთზე მიდგება ეს რა გაბედა დღეს რო სულ გაგეხსნას ახალი ბედი მაინც იქნები ახალ ბედა უნამუსო რანამუსით მიდგები ერთ-ერთზე შემართლა ტუჩზე რძე მიმხმარო იმის პატივსაც არ დაგდებ რომ დღეს მე შენ გიხმარო პირიქით რადგან ბედმა გარგუნა აქ თქომა ვეცდები რომ დაგეხმარო რა კურსაც ეხა ადგები ეგ ჩემთვის ექსკურსია შენ ქართული ჰიპ-ჰოპის პატარა ექსკურსია ეიო მე მეძახოდნენ ანუ აშკარა რომ არ იცის ვაფშე არაფერი ამ ტიმზე რომ რამე დაწეროთ ხო და ძალიან ზოგადად უწევს ბაზარი ბიჭო, უცნობ ადამიანს რო გახვდები რა უნდა ბიჭო ხო ზოგადად თან მით უმეტეს აკაპელაზე ძალიან ძნელია რომ ინფორმაცია რო არ გაქვს ისე ბეთლო პერფორმანსი დადო BPM-ზე ცოტა შეფუთავდა პროსტა კარგ მოსასმე რაუნდს დაწერდა მაგით გაიტან მაგრამ აკაპელაზე როცა ტიმზე არაფერი არის ძნელია რომ კაი რაუნდი გამოაცხო მეძახოდნენ სკოლაში ჯიუნას ნაგიჟარს სისხლი გაუშვეს ყველა აბიჟნიკს და ნაბიჭვარს პარავდის უბოზებს და ურიგეს უძმებს ვარანცოვი ხოძე ვერავინ ვერ უძლებს ჩიკი ჩიკა ჯიუნას კაი რეფერენსებია ჯიუნას ძმები ყველას გვესმის თავში ხმები შენ ჩვენი რომ გაიგო უნდა მიხვდე რომ ყველაფერს აქვს მიზეზი ჩიკი ჩიკი ჩემს ქალაქში ამისნაირი უკვე ბევრი ყლეობს არათუ დრონი არათუ მეფენი არამედ მეფე დრონი მეფობს შენ არ ხარ ჩემი მეგობარი რეპერი არც კაი კაცი მაპატიე მარა ეკლეს სახე გაწი ჩაკა ჩაკა რენდომ დეფაულტ ლაინები აქვს ისევ გაღვიძება ChatGPT დაწერილი ტექსტია დილიდან ყავა და ბოლი ფულს ვაკეთებ დაჟე როცა მძინავს ანგარიშზე ემატება ნოლი რამდენი გოგო უკვე ჯიჯის ეთამაშება სახლამდე მიმაცილე ჩვეულებრივმა ნაშება კაია კაიღო კაიფოს ასმედია რო ერთობა აქ რატოდ გახართ ვისთან ახარ მეტარხუნე ვინ ჩემი ყლე ხარ უკვე ბეთლებზე ვის არ ნახავ ჩემი ბაზარი ისეთი კრისტალი თითქოს ხარშავ და ვოლტერ ვაიტი აქ და ახლა არის შენი ლაიფის უკანასკნელი ჰაილაიტი აქიდან დაგრუზული წახვა მაგრამ არა უშავს ვის არ ქონია ხო არ დაგაუწყათ რომ ჩემი მელანქოლია რომ მე ვარ ვარანცოველი დაბა კელი არც ერთ უბანს არ დაბა კელი და ბინმეს თუ უნდა დაბა კიდე მე არ მინდა მე დავი კიდე ვისთვის სანდრო და ვისთვის ჯი ვისთვის კლასი და ვისთვის კრინჯ ვისთვის ტრეში და ვისთვის კეშ ვისთვის ბატონო და ვისთვის შე ჩემმა ჩალიჩდება თემა სადა ჯიჯი ჩაერევა სადა ჩვენი პირადული ვერავინ ვერ ჩაერევა ვერავინ ვერ მოგვერევა მართლები ვარ ისე რა გასაყოფი მაინც ქართველები ვარ ინსტიტუ ესტისუ ჩისტია ჩესტი მაგ მისტიკა ვერში ბალისტიკა პანჩი პარჩია ფართისა და ჩემი ფეხებია ბეთლების მოგება ეგ რა ჩემი ფეხებია ჩემთვის ძალიან იზია მიზეზი ანალიზია მათ თვალში თვალსაზრისია ჩემ ფილტვში კანაბისია და მათ ეს კარგად იციან თუნდაც უარყოფენ ამ ფაქტ ჯიუტად და ეს იყო მხოლოდ პირველი რაუნდი რომელიც ამ პროექტში მოთხანა ჯიუნამ not bad ხო იცი იაფინგი მოუწია რა ხო სხვა გზა არა აქვს ახლა და რა უნდათ არის საკაიფო მომენტი ბოლოში კარგად არტისტულად შეასრულა რაღაც ხო გამოიყენა რა ხო კი აკაპელა მაგრამ რაღაც პერფორმანსი თქონდა და სხვა გზა არ არის არაფერი არ იცი იმ ადამიანს და კარგად გამოძვრა რომ კაი რაუნდს ძალიან მაგარ რაუნდს ფიზიკურად ვერ დაწერ ხო რო არის ბეთლ რეპის რაუნდს ვერ დაწერ ძალიან მაგარ შოთა არაფერი არ იცი როჟაზე ტკივნილ ფანჩ ვერ ეტყვი ვერაფერს მაგით ოჯახი მეტარხუნი დაიწყო დოკის რაუნდი აბა უსმენთ ვინ არის ეს დოქტორი პირველი რაუნდი დოკ Yo! Yo, let's go! ბიჭო, ეს ბიჭი ივაჯია? ხო. რაღაც
რა 20 წელი მოიმატა მე მიაკაშკარად მომისები ბასკეთი ხოდა შეპოპულია ნახე სტიჩის დამას მეგონი ერთ ეგივე გავხურავთ მეგონი იმას ესე და ამას ესე ერთად იგივე კი ბატონო დავიწყო ბოლოსში დავდოკითხავთ რა ხდება ჯიუნა საუკეთესო ჩემპიონი ჯიუნა საუკეთესო ჩემპიონი PvP-დან. ოცნებებში ნუდაფრინავ ცოტა ქვემო ჩამო. მე დღეს დაგმარხავ ზუსტად დედამიწის ცენტრში და შანსი გექნება რომ პელეს ხალე მოჭამო. რა ჩემპიონი ბიჭო. რა ჩემპიონი ბიჭო. მთელი შენი აკაპელა უბნის შუტკები და არაფერი განსაკუთრებული. შენი ვერსებია გარითმული იუმორინა იმენა ხარ ჯემალ ბაღაშვილის გადაფურხებული. მილიონში ერთხელ შუტკა გივარდება და ბეთლემსებს გვეჭიმები. იმენა კინდერი ხარ. სიურპრიზებს გვთავაზობ და მაინც კვერცხირჩები. არა ერთ რაღაც ვიტყვა 4 ლაინის ხო და უკვე ინფორმაცია რო აქ ადამიანზე სულ სხვანაირი გამოდის. ბიჭო არა რა ინფორმაცია მაგას ვთქვა პროსტა კაი ვორდფლეი იყო რა კინი არა ამას არის ბეთლ რეპი ქონია არც არაფერი ბეთლ რეპში როგორ ხუმრობის ძახდა რა ასი ძახდა და ეგეთ რაღაცები უკვე უთხრა და კიდერის კვერცხი გოსო გადი იყო. ანუ კონკრეტული ჯერ არ იყო არაფერი და კაი იყო არა კონკრეტული ლაინის კაი იყო. არა კონკრეტულიც კაი იყო კი. არა და როგორ გულით უნდა დაამტკიცოს რომ ბეთლ არტისტებში ესეც ირიცხება, მაგრამ Evolution-ში დასაქმებულს გავს ტყილად იფიცება. ძალიან ცუდი იყო ეს. ეს არის დაიმენა ეს სამუშაო უფლებები დაგიზიანა. ამას მოფიქრება ხოლმე და პროსტა კი ძალიან კაი იყო. მე აქ ვაგებ ქვეტექსტებს, სტრუქტურებს, პანჩლაინებს არც მაქვს გარანტია ვინმე მიმიხვდება. ამას კი ზუსტად იმდენი პანჩი აქვს რამდენჯერაც Facebook-ზე მიმიხვდება. და სწორედ ამიტომაც მიმაშნი ხალ ტიტულ ჩეტელილ ყბედად. შეხარ ცარიელი Facebook-ი რომელიც ვერ გადაიქცა მეტად. მეტად და მეტად. ნაის. გონია ცუდი MC გონი ხარ? მე არც ვაპირებ რომ MC დაგიძახო. პელეს მაინც მიეცი ტრაკი იქნებ შენში ვინმე საინტერესო დავინახო. თუ გინდა შეიძლება მესაინტერესო რა კარგად. თუ გინდა რომ ჩემპიონად გაღიარო, ჩემს დონეს მოწვდი. შენ არ ხარ სააკაძის სხეული, მაგრამ თავიდან მომწყდი. საერთოდ რა გინდა ამ პროექტში? როცა იცი რომ შენი აქ ყოფნა არ უსწორდებათ რუსიასა და კოას, მაგრამ ზმაკაცობა ხო ვისადარდებს, თავარია პოპულარობა მოაქვს. ამას ოღონდ კამერა მიუშვირე და ეგრევე საკუთარ მონად გახდი. არ მაგონებ ცოტნე დადიანს, მაგრამ ხარ მარტივი მოსათაფლი. ოჩო ჭკვიანური ფუნქციაა ვინაიდან შენთან მიწევს მომიწევს შევძლო ამ ხალხის სკილებით გაკვირვება თორე შენ რომ გამოკლეავული ხარ ჩემი გარითმო არ ჭირდება ამისი პირველი ბეთლი გახსოვთ არ გამოვა ეგ ამბავი არ ვახსენოთ ციტატებს არ მოვიყვან უბრალოდ ვეცდები მისი ვერსიის შინაარსი გაგახსენოთ ტაჰა შენ ყავს ბევრი ნაშაკერავ ჩემზე მეტ გოგოს და ყველას ჩემზე მეს თავაზო ბარა იცი რა ვაკე ვარანცო კარგად შეაჯამა. ეთყობა მაგვიდით ვერავინ დაკერე და მაგხლა ბოღმას პაკ-პაკ მოგცა. ისეთი მახინჯი პროჭი ხარ არ გეღირსება პოსეიდონის კოცნა. Disgusting. ვაცადე. აბა ტახას რა ბრალია თუ ვერავინ ვერ მიგიღო რომ გიყურე მგონია მშრალი ხიდის შესნახვამდე სველი იყო. უშენ როგორ ზუგადია მაგრამ რა კაი ლორი. ბლატაო ბიმით რო ტიპებს სახეზე ესრობი მაგრამ ყველას ფეხებზე კი დიხარ როგორც დაგესტანელი მებრძოლი. ია ვინც დამიძახა ჯონ ჯონსის ნაცვლად იზი ყველას გადახდა დისი სირცხვილი ჭამა როცა ვაჩვენე შამა მე ვარ ფანჩების მანქანა და ერთი რამ ვიცი როგორც დვალიშვილს ყოველ ნაბიჯზე დამყვება დრამა UFC ლაინები აქტუალურები კაია ეს აღაიღო დრამა ერთდროულად ჩემი ძლია ვიყო მხიარულიც და ტექნიკურიც რათა ეს ხალხი გავაღვიძო შენ ხარ ერთფეროვანი და მე მაქვს ფორმა ასი რათა შენი ავადმყოფობა დავამტკიცო შენ სტრეკერს მოვუსმინე 50 ჯერ და ასნახვაზე ავიდა გეგონა კლიპებს ნაშები გაკაჩორნენ და ეგიმედების გაწმილდა. მერე გადაიღე ვიღაც აფრიკელი იმასთან მაინც რა გინდა. ტიპი შავი იყო და შეროგარებე სირცხვილისგან გაყითულდა. ეხა უყურე. ხომ აკეთებდი YouTube-ს. წადი რა გააგზელე ეგ საქმე მშვიდად. ტრეკს რომ დაარქვა YouTuber-ი მაინც ვერ აქცევ ჰიტად. ჰიტა. საინტერესო. ო, ეს რაფერენსია.
ან რაღაცა ორმაგი ნიშნულობა რა. ტრეკს რომ დაარქვა იუთუბერი მაინც ვერ აქცევ ჰიტად. სპეროში ხარ უცხო. G2G-ა მაშინ აქ მე ვარ მაფიოზი, bro. თავს ვასლი. G2G-ა მაშინ აქ მე ვარ მაფიოზი, bro. თავს ვასლი ყველა საეჭვოს და პროვოკატორს, რათა ბეთლი გავხადო. მე ყველა იუთუბერი ახსენე. თავს ვასლი ყველა საეჭვოს და პროვოკატორს, რათა ბეთლი გავხადო გაცოცხლებული შოუ. ჩემი ფანჩები გატყდებიან გრიგალად. წადი მოფსი და დაძინებამდე ზიპერი შეიკარი. მოუტყან დედა ფლექსის თუ ყველა შენი ლაინია რაღაც ბეთლრეპის ნაბიჭვარი. ჩემი TSL სეტაპი იმდენ რთულია ვწერთ ჩხილებით, როგორც გულაგის პატი მარი, როგორ მედრები ყველა რეპერ შესაძე მე ჯერ უნახავს დაჟე რატის ბარი, იო. მინა ყველა იუთუბერი, ყველა ანუ კარგად ჩასმული ლაინებში ძალიან ჭკვიან საღო. წერფ ჩხილებით, როგორც გულაგის პატიმარი, ყველა რეპერს შენზე მეტად უნახავს რატის ბარი. ანუ რატის ბარი და რატის ბარი. ყოჩა, საღო. გაკეთე? Is what crazy. კარგია. ანუ ყველა ლაინი რაღაც მორფლეია ძალიან კაი. ძალიან თუ ვისაუბრებთ, ხომ და არც მე მაქვს რამე მიღწევა. ძალიან შევყევი counter-ს, მაგრამ თუ რამეს დავდე ბომბი იქნება. იქამდე კი გამოვიყენე ფანჩად counter-ს, რათა ამბეცში ჯოჯოხეთი გიჩვენო. ფანჩ და დასტით შეგიქმნი მირაჟს, რათა იყივო ნამდვილი ინფერნო. მაგრამ კვერცხივით მიყურებ. ალბათ ვერც გაიაზრე მე რა ვთქვი. кейსთან ბეცში ახსენე ილია. მოდი გასწავლი რა არის ეტაპი. ამ გლახის ნამბობი რომ მოისმინოს ილიას სულმა, აკაპელაზე ამის შუტკების გამოფენაზე, მისი აჩოდილი იტყო და რომ ეს კაცია ადამიანი განდეგილი ინტელექტისგან და უნდა იყოს სარჩობელაზე. ვაუ. მინა. ნაკითხი დასწავლი. აი ასე ვწერ მე. ჩემებურად ვაფრენდა ამ გაფრენას ვასახებ ამ ხალხს და როგორც პარაშუტის გამყიდველს უკმაყოფილო კლიენტი არ მყავს. მე ყავა ეს ცნობილი შუტკა. სოფელი შუტკა კი რა კარგად. მე ყოველთვის ვამტკიცებ თუ კი ჩემს დონეს ვუკეთებ აფიშას. ჩემი ტექსტები იმდენად ღრმა 6ix9-ს არ გამოუვა ჩაგიშვას. არადა გეგონა უკვე ყველაფერი ნახე. აზროვნებით გახვედი კოსმოსში და გაიგე სამყაროს იდეა. ხო შენ გახდი სტივენ ჰოკინგი, მაგრამ ცხოვრება კიბეა. და ბიჭო, კარგია. ძალიან ასაკეთებს კარგად იცი? აი ეგრევე რო წარმოიდგენენ მიხვდები და გაგეცნება ეგეთ ლაინებია რა. კი ვითომ რთული და რაღაცა, მაგრამ ან ეგრევე დააფასებ და ეგრევე შედეგია. ეგრევე რომ მოწვა WordPress წარმოიდგენ, ხო? აი ანუ შენ ხარ სტივენ ჰოკინგი, всё წარმოიშვა იმეჯი, მაგრამ ცხოვრება კიბეა, ეგრევე მეორე იმეჯი. მარტივად დაალაგებული ჭკვიანური ლაინებია რა. საღო, კაია. ამ კიბეზე მე იმდენად მაღლა ვარო, ვერც კი გნახულობ. იმდენად შორს ვარ გასული რომ ესმის ჩაკრულო. ის ხოიცია თუ არა, წარმოდგენა არ მაქვს. მე აქ ბანძების გავწმენდი. ნამდვილად რომ straight bars, ვინც არ იცის ჩაკრულოს თემა, ეგ არის რომ კოსმოსში გავუშვეს ჩაკრულოს სიმღერა ლუპით და სადღაცა კოსმოსში ტრიალებს და იმდენ შორს ვარ გასული რომ ის ჩაკრულო. ვინ არ იცის? ვინც არ იცის იმათთვის. გაუნათლებელთათვის. ან უბრალოდ Underground ხონა MC-ს თამაშობდი. მიღავს საეფარე სვეცკი შიზოიდის, მე 5 წელი მაგით ამაყოფდი. ტახამ რომ გაგინდა სტუმარ მასპინძელი, რატო ბაუნსობდი, რატო ქანაობდი? სანამ ყველა ვნახე თუ რა შულის ნუკრი ხარ, ტრაქში გაიკეთე, შენი ნაამბობი. Nice, ბარები. ეს ჩემი თეატრია და გაგასაღებ. ყველას დავანახებ რაჩმორის ხარ. ამ პიტალოში ვხედავ ლინკონს, თითქოს იყოს რაჩმორის მთა. ია. ერთოდი ოტოსული ტრიალებს ზოგადად. სავსავ. ამ თემაში ვარ მენიგმა. მიყვარს ტექსტების შენ. ბოდიშ და პაუზა კურსს მოსწორები. ხო. სავსავ. ამ თემაში ვარ მენიგმა. მიყვარს ტექსტების შენიღვა და როგორც ენიგმა მუდამ შიფრით ვარ მოსული. თუ ამ ჟიურისთანაც შენ მოიგი აკაპელას მართლა დიდაქონია მოთხანული. და ეს ჯერ კიდევ პირველი რაუნდია. ანუ მხოლოდ მცირედი ნაწილი მისაღების. ჯიუნას თვალებში ვხედავ შიშს ირანელის, რადგანაც ხედავს ისრაელის. გაუკაცრავად. ასე რომ გირჩევ დაიწყო ლოცვა თუ გულით გჯერა ანგელოზთა ძალის. მაგრამ როცა მესამე რაუნდი მორჩება, შენი ანგელოზები დამიძახებენ ჩარლის.
ბიჭო, ანუ ყველა ლაინი რო რაღაცა ხო არ გადავა. რა ხდება? ანუ იმენა ყველა ლაინი კაი wordplay-ია. საღო, სუსტი ბარი არ ქონია ჯერ. შენ შეგიძლია რუსიას უხმო, რათა არ დარჩე უხმო და არ გამოჩნდე ბეთლში მარტივი. მე არ მჭირდება ხმები, რომ ყველას ვუყვარდე და მიზახე ჩარლი ჩაპლინი. ესე ზაჟგადურია. ახლა კი შეგიძლია ამოისუნთქო, რაუნდი არის დამთავრებული. ჩვენ ვერ ვიშოვეთ თამადა, მაგრამ დღეს მე ვიქისტრე განსხვავებული რა. იმენა გადაუარა. საღო. აი იდეალური ისაა. იდეალური რეაქცია. საღო. აი იმენა გადაუარა. ვა. ესა ვა. Jesus. ჩარსერა. ეს რა მაგარი რაუნდი იყო. Jesus, ბიჭებო, ასეთ რაღაცა ჩვენ არ გვიდა. რადგან გონი პირში მიცავ. შესაძლოა. Jesus. ვა. ჩავტოთ. რაუნდი G. აი, რესპექტი, კაია. 1-0. ყოველთვის კულტურისთვის, მეგობრებო. რეპი, რითმა და პოეზია. MC, მასტერი ცერემონიის. AK ზანგების თამადა უნცხოდავს კამანდას და მე შემიძლია გითხრათ თამამად რომ ჰიპ-ჰოპი ცოცხალია დღეს და აქ. თუმცა არც ისე ბევრი დარჩა ვისაც ეს კულტურა დღეს და აქ გულით. ის მაინც უკტავია სანამ ერთს მაინც უკავია კალამი და წერშთა გონებით. და ვიცი რომ ეს ზღვა მონების განთა ვისუფლდება მხოლოდ სიტყვის ძალით. და მე რა სიტყვის კაცი. იყავი თუ არა სიტყვის კაცი თუ გაჭაღარავდი რიჟა ბაზარში. შევდივარა ზარჩი და მადა მოვიდა ჭამაში. მაგრამ როგორც ოკეანე, აქ ტალღა მიდის და მოდის. ბევრი მიმდევარია მოდის ზოგი კი თვითონ ქმნის მას. ხის ნაყოფი იქცება ახალ ხედ და მერე ახალ ნაყოფს ისხავს და ეს მუდმივი ლუპია იმათი მუდმივი შულთა და მამათა კამათი რამათი ბრალია ეს პლანეტა წრეზე რო ტრიალებს ისინი ცვლიან ადგილებს ანასრულებენ როლებს შეახვევენ ბენკროლებს მაგრამ ბანკის როლი ვისიან ვის რა კისრია გარდა იმისა რომ იზრუნოს მომავალზე. ხო და შენ პატარა მეტარხო. ცოტა უფრო სხვადასხვა დამთავრებას მოუძია. ბოს ესე ჩაიშვა. რატო ქადაგებს? ხო, აი უნდა მეთქო ზუსტად. ლექციას კითხულობს. მაგრამ უნდა ერთამ ხმას აუწიოთო. რის ხმას აუწიოთ? რის ხმას თუ ვიდეოს ხმას? რას აუწიოთ? ხმაური შემდგას ხმაური. ვა, რის ხმას აუწიოთ? ვიდეოსი ალბათ? დაწერენ და მე დავუწევ ხანი მთავი. აიცა -20-ზე ახლა და აჰა. არ გეგონოსო დღეს მინდოდეს დაწიწა. ორი საახო მაღალია მაიცა. აჰა ეს. კაი, კიდე ჯურასაც რაღაც კაი wordplay ან სიტყვებით თამაში კარგები აქვს რა და რაღაც დაკავშირებული. ვიდეოსიო თქვენი ისმისო. პელესა ჩავურცხოში გარდაცმული პელეს უშუალოდ მაიკა ვაჩუქოთ იმ დღეს Young Mike-ის პოდკასტი უყურე გახეული მაიკით იჯდა პელესე აცვალა ჩემი თავი მართლა რამე ვაჩუქოთ. ჩემო პატარა მეტარხუნე. არ გეგონოსო დღეს მინდოდეს ცოტა აუწია მაინც ვიდეოს რახან რაღაცა პრობლემა იყო. ცოტა აუწია. დაგჩაგროან შენი რეპის სიყვარული ჩავაქრო პირიქით. მინდა მოგცეს ჩირაღდანი და გითხრა რომ აჰა ახალო აჯობე ძველს. ამიტომ არ გეგონოს რომ დღეს მე შენ ბევრი გაწვალო. პირიქით. რახან აქ თქვა ვარ მირჩევნია რაღაცეები გასწავლო. რჩევა პირველი, იყავი შენ. რჩევა მეორე, იხალისე. რჩევა მესამე, აღიარე. რჩევა მეოთხე, იპოვე საკუთარი მე. და ეხა კიდე გეტყვი რას მიხვდა ძია. ყველა დისი რაც დამიწერია იყო ისევ ჩემ თავზე. ყველაფერი რასაც სხვას დისავ არის რეალურად რაც არ მოგწონს შენში, აი მაგალითად. მე ლოთი რო ვეუნებოდი მონტანას რო არის მე ლოტი, ნუ რაღაც ეგ ხო. კარგია. ანუ რეალურად გამოდის რომ tweet disi არის რეალურად tweet disi. ვაუ. ხო და მეტი შენთან ბეთლაობას ისევ ჩემ თავს ვებეთლავებით, ხო და? გააძრე ძმაო. მზად ხარ საქართველოში პირველი საკე მოიტანა? მეგობრებო. ვაუ. ბიჭო, რამდენად ეთქობა რომ პროსტა ლაინები არა აქვს. ბიჭო, ანუ შოუ უნდა დადგას, აბა რა უნდა დადგას, ვერ იბაზრებს იმ ტიპზე, არაფერი. მაგრამ მაინც კიდე კარგად ჩალიჩობს. Nice. შოუმენი, კაი შოუმენია. ძმა, ეს რანაირად მიყურებ? რანაირი ყურებია? ესე არ გაწყენდა პარიკი, ძმა. ეგ ხმა არის თუ ტიტანიკი? არა, ტანიკი იმენა მოჭადრაკის გაკ. გაია. შეჩემა 28 ხარ და ნავიდუ ხარ ბაბუა ჩემზე სტარიკი.
Кай кину панико бараვის ეს წუთი ბოდიში. რა გინდა? აი ამ აბსოლუტურ პოკემონს შეხედავ. იმენა პიკაჩუა შეხედავ. კიუტი პატუცი. იმენა კიუტი პატუცია მართლა შეხედავ პიკაჩუ. აი ჩვენი გოლ. მაგის უსი ატყვეტინე, ხო? ბიჭო აი შევხედე არ შემძლავი. და ნავიდუხარ ბაბუა ჩემზე სტარიკი. Кай кину панико барავის გვეშინია. უმრავლესობას ისედაც გონია რომ ხარ არაადეკვატური მანიაკი. სიზოიდი MC. და შენც აიტაცე ეგ თემა? კამანდა გეკაიფება და შენ კიდე პროსტა აიტაცე ეგ თემა. ისე განგსტერი ხო არ გვეჩხუბა? ჯობდა პირი გაგეჩუმა. ჩხუბებზე რო გამოხვედი ავყირავდი ლამის. ტიპი მუშტებს ისე იქნევს როგორც გუბა სანიკიძე დარბის. რა გაიშედარ? ბიჭო ეს გამაში ჩხუბობს თუ რა ერთხელ გამაში ჩხუბი ხო არ გახსოვს ენემისთან რო იჩხუბა და ტრიალებდა? ნაჩვენები მგონი აა ნაჩვენები გაქვს. ენემი და ესენი რო იჩხუბეს და ეს ეწელებებს რო ტრიალებდა მასა კარუსელებით. ვაა შეუმადო. რამდენი კაი შანსი ქონდა რომელიც შენ გამაზე სამყარო წრეზე ტრიალებს როგორ ჯიუნა გამაზე. Oh, nice. Self humor, კაი თემა. უსელი MC. კაია. იდეაში კაი თვისება რომ შეგიძლია შენ თავზე იღადო. და ბიჭო ხო, ანუ insecure რო არ ხარ რა. კი ზუსტად ეგ კაია, ეგ მართლა მოვიწონა რომ ხო ბაზარი არა ასე ვთქვათ, ვერ გააკეთე ბიჭო, ძალიან ხშირ შემთხვევაში საუკეთესო გზა რაღაცების დრამას ვერ გადავარო? ხო, რა, ვიღაცას რაღაცას თუ დააქცინეს რაღაც დილობა ქენი, ანუ შენც რო იღადაო და სერიოზულად არ მიიღო და რაღაცა ძალიან ემოციებში არ ეს კაია, ძალიან მოვიწონა, ყოჩა. იყო დრო ქონდა ყველაფერი, ჰაიპი, ფეიმი, ნეიმი, მთელი თამაში ხელის გულზე. შენი პანჩები ყველას ხვდებოდა გულზე. დიდად არავის ეხატებოდი გულზე, მაგრამ ჯიუნა ვაკე ვარანცო ყველას ეკერა პირზე. ეხა კი დარჩი გაღმანა პირზე და აღარავის ჯერა შენი დანა პირის. შესაძოდაო ღმერთმა ჩაგეგდორა დღეობაში. ერთ დროს გოუთი დღეს ბათლაო ვიღაც მეტარხუნესთან რაღაც ყლეობაში. კაია. ბიჭო. აუ შეხედე. სტიჩი რო გობლინის მასკასავით ჩაჩურჩულებს ხოლმე ყურებში. ჟირაფი საძმო კიდეზე. მაინც აგერა შეხედე. სურათი რა ხო იცი ვიციო. გორილა მაფია არა ჟირაფი საძმო კიდეზე. სურო დაბოლილი ხარ და სახე ალეწილი. ეხა შენ ნიშნავ ნახავ, რას ნიშნავს იყო სახე და ალეწილი. ეიო! ოუ, პერფორმანსი. ანუ ხოთან сейф რაღაცა. ძალიან ამ сейф რაღაცა. საფრთხე რაღაცა იყო, მაგრამ და ესე ნამსხვრევება დაიმსხვრა ჩემი ეგო. მხოლოდ უანგარობაშია ნამდვილი მეგობრობა და ეგეთი ცოტა, მაგრამ ნამდვილი მერგო. ვაუ, ბიჭო, მიმენა გამოსული რა, თერაპიის სესია. ხო, რომ რაღაც სათქმელი გამოსაშვები აშკარად. ხო. აუ, ბალადი. არ ვიცი საით მივდივარ თან, საით აგვაქვს გეზი, მაგრამ ვიცით რომ არასდროს შეუძვრები ტრაქში ჯენზის. თაობები იცვლება, მაგრამ არ იცვლებიან ადამიანები. ყველას გარემო გძერწავს, ხო და მე ვარ შვილი 90-იანების. ოუ. ყველა. სტოი, ბრატ! კაი ბიჭი, რეივერი ჩემთვის ყველა ოკია, ხასიათი უფრო მყარი ვიდრე ფანრიანი ნოკია. მახსოვს ალმარობისონი ადინს მერე ტეტრის, ეხა კიდე ნაშების ფეხებში როგორც მოტოროლა ბეტრის. აი. ოუ. კრაში ეს წავი კრაში ბანდიკუტი დრასამო. ნაცაგეთ. ოპა, მოტოროლა. ოუჯი მოტოროლა. მეც მაგ. მაგრამ ბატარეა არ აქვს. გავაგრძოთ ბანდიკუტიო რა, ბანდიკუტას მოზოდი სადმე. საიფერს და რეაქტებ თუ დავარეაქტებ მე საიფერი. შესაძლოა შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე ნაყური მაქვს და კაი საიფერია და დავარეაქტებ. შევხედოთ. კრაში ბანდიკუდი ჯინკა თამა რაღაც მაგ თემაში. მოკლედ მარტო ლეგენდებს ახსოვთ აქ რობერტო კარლოსის შეტევაში. კრაში ბანდიკუდი. გონოს რო ჩამოვჭით. We also know English, bro, okay? We also Oh shit, yeah. Whoa. speak it.
ჯერ ესეთი no არა speak English არის. იცი ინგლისური კი არა, ლაპარაკობ ინგლისურად. ანუ უკვე არ იცის. ორიანი. Motherfuckers telling me, G, go kill it. Till there's nothing left but flesh and skillet. Flesh and skills in this bitch before you die. Make a wish, swish, never even touched it. Write a line, then a punch it. So much shit, they can flush it. So much stuff, I can push it. Bitch, No don't push it. shit. So much shit they can flush it, bitch. Whoa. So much shit they can flush it. Whoa. Then a punch it. So much shit, they can flush it. So much stuff, I can push it. Bitch, don't push it. You will permanently shush it. Uchi. Special kind of moody. Money getting cleaner, but my soul keeps on polluted. I'm just playing. Oh, money getting clear, but my soul keep polluting. Oh my god. Holy shit. Hardest than a motherfucker. Wanna take on challenge that is hardest than a motherfucker. Yeah, I'm a god of myself. That's what freedom really means. Be the god of yourself. ხოდა მე ვარ თავისუფალი და მადლობა ღმერთს რომ მაგ ამის უნარი. ჩემი ცხოვრება და ბედის წერა ძალიან საინტერესო წიგნია და უცნაური საკითხია, მაგრამ მე მართლა ვინ ვარ და რა შემიძლია უკვე მესამე რაუნდის საკითხია. Whoa. Bang. Ah, ხოშო, სულ არუბაზე ინგლისურად. არა, ძალიან კარგად იბაზრა, მაგრამ რა შუაშია. ბიჭო, ხომ და იბაზოს რაღაც არის მეტი არაფერი აქ ტიპზე და რა უნდა ქნას. შედეგ შეიძლება. Раз, 2, 3, 4, 5, я иду играть. კარგია, საინტერესო ჯიუნა ყოჩა, უბრალოდ ჯიუნას ძალიან disadvantage აქვს ახლა. ძალიან პატარა უპირატესობა არ აქვს, ფაქტიურად იმიტომ რომ არაფერი არ არის ამ კაცზე, ვერაფერს კრეატიულს ვერ მოიფიქრებს. ვერაფერს ვერ გაეღადაება. ჩემი აზრით აი ეს მეტარხუნეემ სისტემა რო გაერთო უფრო და ეგ სპარის მოლარე, იქ უსაქმური, იქ რაღაცა ბილბორდზე ხელის მოდელიან მანეკენი, კაროჩე, ეგრე რო გაერთიანებიდა. რამე კომიკურად დაეცინა რომ ნოუნეიმია რა. კი, მაგას შეეძლო ჩემი აზრით, გაფართოება შეეძლო მაგაზე. მე გონი შეეძლო კი. So much shit they can flush it და ვაჩარტი. მაგას შეხედე მეგამაინდი დგას უგან შეხედე. შენ რა გაუწრაგ უას. მე არ მინდა რომ თქვენი ძვირფასი დრო გავფლანგო, ამიტომაც მეორე რაუნდი დოკი. იქნება საინტერესო კითხულობენ 90% კი იქნება. 90% გემბლინგი თუ გიყვარს? გემბლინგი. ბიჭო, პირველ რაუნდში ისე პირდაპირ გიხმარე, ცოტათი ვიჩქარე და სულ დამავიწყდა ამ ეხსნა ვინ ვარ მე. მიგაგდებ, მაგრამ იქამდე სანამ აქ ცოტას ვიზამდე, ჩემი პირველ რაუნდში ისე გიხმარე, ცოტა ვიჩქარე, სულ დამავიწყდა მე თქვა ვინ ვარ მე. კარგია. ვინ ვარ? 4-3, 4. ბოდიშთ. თავის გაცნობას ვიკადრებ. თავის და ამეხსნა ვინ ვარ მე. მიგაგდებ, მაგრამ იქამდე სანამ აქ ცოტას ვიზამდე, ჩემი თავის თქვენთვის გაცნობას ვიკადრებ. მე ვარ საბა, stage name-ი დოკი, რომელიც შემოკლებით დოქტორს აღწერს. ჩემი ვერსები ამტკიცებენ, რომ ყველა იქ მიყლეურად არ წერს. ძალიან კაი ლაინია. ეს კარგი იყო. ოჩა. მარტივი, მაგრამ ძალიან კაი ლაინია. კი, ბიჭო, ეს ძალიან მოფიქრება ხო უნდა მას, კაია. PvP-ს ყურება პირველი სეზონიდან დავიწყებ. მეთლია აზია რვა რა ტიპები გამოდიან. მთელი ჩემი ინტერესია ვიღაც Young Mike, რომელმაც თურმე გააკეთა Eminem-ის პაროდია. ვუყურებ ამთვის და ხვდები, რომ ეს არის უბრალოდ არიფული. არანაირი რეაქცია საერთოდ არ გონია. ცოტა Young Mike. კაი Young Mike უყურე. რა ტიპები გამოდიან. მეორე პოკემონი. ჩემი ინტერესია ვიღაც Young Mike, რომელმაც თურმე გააკეთა Eminem-ის პაროდია. აუდაბაც არ შეცვლია მიმიკა შეხედე. სადღაც სხვაგან არის. რა ხდება შეხედე. როგორ ნეიტრალური მიმიკა აქვს. შეხედე რა ფრეიმია. რა პოკემონს გავს ეგა მართლა უს ხო აი დიდი ბაგეტით რაღაცა. რაღაც აქ დაგეგმილი და აი ხა სრულდება მისი გეგმა უყურებ ჩარჩე. ვუყურებ ამთვის და ხვდები, რომ ეს არის უბრალოდ გართობა არიფული. არანაირი რეპი და პოეზია, უბრალოდ სტენდაპია, გარითმული. და ეს ტიპი მან საუკეთესო ჩანს. ყავს ათასობით ფანი და ყველას უნდა შეხება ხელის. დანარჩენებში ზოგს ტექსტი ავიწყდება, ზოგი წყვირის რო სუსტებს განსაცდელი ელს. რას როუბექია? დარბაზი ინგრევა წამყვანი წყვირის. ეი, ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ თურმე ვიღაცას უწოდა გეი. იაპასიან. კიდევ არის ერთი ტიპი, რომლის ვიდეოც არ მინახავს. ვიზუალზე შეხედავ და რიგითი მონა კუჭის. დაურქმევია პელე, მაგრამ ეთყობა რომ კარებში შეტევა უჭირს. ხო. ფეხბურთის გარები. და ეს ტიპი შეხვდეს Young Mike-ს. თითქოს განწირული სულის დასალევად, მაგრამ მერე დაიწყო ბაზარი და იმ დღეს დაიბადა ქართული აკაპელა. და მიდისათან არ თან რესპექტთან მოდისათან მიდისა. მერე ამ აკაპელას დედა მოუტყნა ამან. მაგარი რიტმა იყო. დააჯერე, რომ ეს ფერო არის დაჯმა.
რომ არ ჭირდება ზედმეტი punchline და გარჯა. ზოგჯერ ხმამაღლა იყვირეს, ზოგჯერ ახსენე გარჯა, სისფერობაზე დაცინე ცადე თვალების ქაჩვა, პაროდიები აკეთე, პარუსკირებე მათზე. თბილისელი თუ არ არის მთლა გადაიჯვი თავზე, გაეღადავე კილოზე, კალოშებსა და ნასკზე და შეგიძლია ჩათვალო ბეთლი მოიგე მასე. რადგან ჟიური გამოვა და შენს მეტოქეს ეტყვის. შენი რაუნდები ძალიან კარგი იყო. ქონდა კარგი რითმაც და ტექნიკაც. იასნა ხმას ვაძლევ ჯიუნას, მაგრამ მაგრად ვამაყობ ჩენითაც. ქონდა უამრავი ეს იმის პონტია ძალიან კარგი იყო, არა არ მომიწონა. პანჩი და ისროდი მიზანში როგორც ლეგოლასი. მაგრამ იცი რა აქვს ჯიუნას, აი პერფორმანსი. ასე გები. ჯიუნას ბიჭო, ანუ იმ თემას ბაზრობს ზუსტად რა, რომ ბევრჯერ შეფასება არის მიკერძოებული პერფორმანსის მიმართ და არა ტექნიკის და რაღაც მაიმუნ ჯერდა stories. Yeah, correct. წინადება კარგად დაალაგე მომეწონა. I don't speak English. ჯიუნას პერფორმანსია შენ ქვია ანდრო და მე მქვია სანდრო. შიქ ხო არ გაქვს. დაიყვირე რომ შენში არის გველი და ხალხს გადახედე შემაქეო. ედემის ბაღში რომ გველს ენახე ისიც გეტყო და კლეჭამეო. What the fuck? ტიპ მაიამითი მოიგო და ეგო არსად დაეტია. არ მეგონებს შექსპირს, მაგრამ შენი ნაწერია ტრაგედია. ეს ტრაგედიის მწერალი არ მესმის რაუნდს როგორ გამიბედავს. ჩემი ყველა სკილი რომ დავაჯამო მექნება უფრო დიდი ჯამი ვიდრე ქართლის დედას. იო, კარგი ძმაკაცივით არ დაგიმალეთ ფაქტები და გადავწყვიტე სახეზე დაბიჯება. მე არ ვარ ლოგან პოლი, მაგრამ ჩემი პრაიმი ძვირი დაგიждდებათ. ყოველთვის გავაკეთებ ხარისხიანს და არა იმას, რასაც ვიცები მკარნახობენ. მე სულ ჯინიანი ვიმოძრავებ თითქოს და ტეკენს თამაშობდე და რამდენიც არ უნდა მითხრანო საღადაო ვერ სიდავდო, მე მაინც გამოვალ და დავწე როგორც MC-ლადო. ჯინიაზე უბრალოდ ალადინის გელოდი ფანჩია. ბიჭო, არა ჯინი. მივხვდი, მაგრამ ჯინიზე ესე შეეძლო კი ბაზარი არა. ჯინიზე პირველი ჯინი გამოსწორდა. მე შენ უბრალოდ გეთამაშები. ამიტომაც ნუ გაიტეხ გულს. ეს ჩემთვის ბავშვური თამაშია და თავაწყვეთ ვისი სული მსურს. შენთვის კი ეს არის დამალობანა, რომელსაც გაზრდილი ბავშვები თამაშობენ. შენი wordplay-ია მარტივი მოსაძებნი და ჩემს wordplay-სთან შავი პრისნი და ჯერონიმო ძმაკაცობდნენ. იო. ამ თამაში არ გიშველის რაც არ უნდა როჟები კერო. აქ არ გიშველის ვაკე და ტრაქში გაყრილი პერო. მე დღეს რამდენსაც მოვიქნევ არაგაცილებ ყვერო და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გინდა წერო. ეს ბაზარი რომ უსასრულო გავაგზელო არ დაშვება ფანტაზია მერეც მგონი, მაგრამ ვერც ერთხელს ვერ დაიჭრა როგორც გაფუჭებული ტელეფონი. ამიტომ მორჩეთ ამ სტრუქტურას. ამ სტრუქტურამ ეს პანჩები იმყოფინა, მაგრამ ვიქნები პატარა ბიჭით მსუქანი კაცი შენი ფინიშია ნაგასაკიან ჰიროსიმა. ეს არის ბევრად რთული მათემატიკა. აი ამისი ბიჭო, მე ვერთმანეთ პატარა ბიჭი თუ მსუქანა კაციო. პატარა ბიჭი და მსუქანა კაცი ბომბებსაც ერქვა ზედმეტ სახელად. ხო, ეგ არ ვიცოდი და აშკარად მივხვდი რაღაც გაუმანცე ამ ლაინში. ატომური ბომბიც იყო, მსუქანა კაცი არის ერთი ატომური ბომბის ზედმეტ სახელი, პატარა ბიჭი არის მეორეს. მსუქანა კაცი არის. ხო, მივხვდი რაღაცა უფრო მამინიგი ქონდა და მე იმიტომ რო იძროპება, აი ასე მართლა მსუქანა კაცის ვიზუალის სტოვებს რა. ეს კარგი იყო საერთოდ. ანუ ვინც ვერ მივხვდი. ხო, ეს ლაინი გადამაფრინდა თავზე, მაგრამ მივხვდი რომ რაღაც სიღრმე ქონდა. ხო. ყველა ლაინს და მაგიტო. კი, არა, კაი იყო რა, კაი იყო, საერთოდ. დებით გავსხოდებით მე და ეს. მისი ყველა ვერსი გავს ქართულის როლში დაწერილს, რადგან იქ ხაზები არ ყვეთენ ერთმანეთს. იო, ჩემს ვერსში არ არის არც ერთი მინუსი, ამიტომ არაფერი გაქვს საჩემო. დღესაც მოვედი მინუსის გარეშე, მაგრამ ვაპირებ სხვაობა გაჩვენო. და როცა გაჩვენებ სხვაობას ვეღარ ვიქნებით ტოლი. მთელი ვერსი გაქვს ვაკე და მაინც არ არის სწორი. ხაში აია. ხო შენი ვერსია არასწორია. ხედავ ჩმორობის ზემს. აჯობებს დედა გაგინო როგორ უთხარი. кейს. დედაში სხვა რამ ჩავთვალე არ ვიგულისხმე მეის ასე ეცადე აცდენა მაგ მოსაქნევი ხელის. მაგრამ ფაქტი ხო ფაქტად დარჩა. ეფექტი იყო დედაზე შეგინება. როცა იცი რომ არ დაგარტყამს, მაგრამ იცი რომ ეწყინება. როცა ნამუსი გეკინება და მხოლოდ მოგება აშენინება, მაშინ კადრულობ ყველანაირ ყლეობას, რათა მოიგოს შერკინება და მე ნუ გიგვირს რომ არ ყავს ფანები. ვიცი რომ მაგ ფაქტს ვერ იტან. ვიტომ იკიდებ გულშემატკივარს და ფულს დაეძებ ბეთლიდან. შეხარ ჰიპ-ჰოპის ნაგავი ფენა. თავი ნუ მოგაქვს ელიტად. ხომ იცი რომ ვერავინ უბერავს გაფუჭებული ფენიდან. იო. ბიჭო, რა ფსიქოანალიზი გაუგეთა? ელიტად. თავი ნუ მოგაქვს მიდი გავუკეთე. კაი, რა ფსიქოანალიზი გაუგეთა რა? შენ ბავშვობაში გირტყამდე. შენ არ გიყვარს მარწყვი, იმიტომ რომ გაუყვარდე შეება. პალანზე ფეხი დაგიწურდა და ამიტომ ყვითელი ფერი გეზღება. რა კაი ანალიზი ყოჩა?
ოჩვარ და ეს ყველაფერი დაწყობილად ზედიზე რა ნაის. თავი ნუ მოგაქვს ელიტად. ხომ იცი რომ ვერავინ უბერავს გაფუჭებული ფენიდან. იო. რომეცადო გაიაზრო ჩემი ყველა ლაინი შენი გონება გაგლიჩავს. ისეთი სამარცხინო თბილისელი ხარ, თბილისი ლავზიო არ გიჩანს. კაია. მე დღეს ვაღებ ქართული ჰიპ-ჰოპის კარებს და ვაპირებ შენი გასაგებით შევაბიჯო. ჩემი აზროვნება იმდენად სწრაფია, შეგიძლია 5G შემაჯიბრო. ეხა კაია. უყურე. ანუ 5G ვისაც Xiaomi iSpace და iPhone საჭიროს რათა ტექნიკა ტესტოს. ჩემი ყველა დარტყმა Nokia და შევმატემ ორი LG-ს რეკორდსია. Nokia LG-ს რეკორდს. დიახ და წაგება და კაია ოჩვარ. ეს რომელი რაუნდია დავიღალე ცოტა. ისეთ შრომასწორ. წადი ახლა და გარეთე პარუსკი. ისე მოხდეს ამ ვიდეომ რუსეთამდე წაიღოს. შენი ბაზარი მაინც არიელი ყეფაა და ბარემ სულ ძაღლმა გაიგოს. წადი. წადი და ისე ვიყვირე რომ ცხოველი ხარ. ისევ გამოაკარი შიზოიდის აფიშა. მარტო მაშინ იქნები თავზე ხელაღებული თუ ტახამ თავიდან ხელი აგიშვა. What the fuck? შევრალ დეგეთ ლაინს. ბიჭო ხომ არა ახაო შედარებით recent როჟაა და ეს ჯიუნა მილიარდი წლის არა? ახაც ვაფშე თავიდანვე იყო ჯიგარო. ტახა საკაპელას მოგებული აქვს. ნიხუა ეს რამდენი წლის იყო მაშინ? 18-ის თუ რაღაცა ეგეთი. What? საღო. მა თავის თავს მოუგონა ზღაპრები და უსასრულოდ გაუგზელა. თუ გინდა ზღაპრების მოსმენა ფანჩებს შევკრავ ასფურცელად. იო. და მოეშვი იმპაქტის ხალხზე დაბრალება შენ ცხოვრებას რომ დაცინვაში ატარებ. ჩერნობილელი მეცნიერები ხარ, ჩაიჯვი და რეაქტორებს აბრალებ. იო. კაია. აიღო. ასე რომ, აცი თუ გინდა შენით მოიფიქრე ლაინები, თუ გინდა ისევ პაადაგულიაშვილს მოპარე. მე მინდოდა ჩემპიონი დიჩი მომიყვანა იგი მე კიდევ წელში მოვხარე. მეც აინტერესებდა ვინ ვიყავი. იმედია ყველას პასუხი მიუვა. ან უბრალოდ მიცნობდეთ მეორე ბეთლემსი რომელმაც მოთხრა ჯიუ. ვაუ. სენსაციური. რაიმენ რუცი მესამე რაუნდი G. აუ ხوار. ის რაღაც არ შესაძლებელი გულა. ვაკე ახლა იბეთლავება იმას პელეს იბეთლავება. მეორე თავის თავზე ბეთლავა. დაიჭერს პელეს. ფრანცო! ჩემი დედა და მამა. თელ ქართულ რეპში არავინ აუნს თბილისის სანდრო გიუნაშვილის დონეზე გაიარა. ისეთი ძმაკაცები მყავსა გვისაც ეკითხება მასა ისეთი სკოლა გამატარა როა ყლე არავინა. შენ გარდა. ყველას ურჩევ აკონტროლოს თავის პირის აპარატი, მაგრამ საქციელის უფრო მესმის ვიდრე ლაპარაკის. ბევრი ამესი ბრალეს, ბევრი ამეს ამბობს, მაგრამ ჩემი დადებული შედეგები ხმამაღლა ბაზრობს. იქნებ კროდა TikTok-ს სკროლავს მოგონა. არა იწერს მე რაღაცა ჟიურია და ამიტომ. MVP. ყველგან იციან რომ GG არის MVP. ყველაფერი რა წინ დამიყენეს გაბაპე. ეხა ბევრი კილიანი თითქოს ვარ მბაპე. შენი კაი აფი როგორც ან დანტე. ნახე რუსთაველი ან შექსპირი ან დანტე. ჩემი ლაინ. მაინც დანტეს რა გაურთმა. დანტე. ჩემი ლაინ. ნახე პოდიშ. შენი კაი აფი როგორც ან დანტე. ნახე რუსთაველი ან შექსპირი ან დანტე. ჩემი ლაინ. ჩემი ლაინია როგორც ევროპული კოქსი. შენი ლაინია როგორც ფონი ჭალის შხამი. მოხს მაინც გაბუჭა. დაბლოდ 1-2 წამი გაიგრძელებინა და ვაპატიებდით. შვილო ბეთლის მერე ბევრი არ იგლოვო. შენი კარიერის ბოლო მაინც არ იგლოვო. მე PPM-ზე შეუშვდეს კაცო. მაინც მღერის. ბიტი ჩაურთეს. ბიტი ჩაურ ბუნცკდუნცკ. გიჟებ კამანდას აქ როგორც ალფა PvP, მაგრამ ყველა მიცი ჯიუნა PvP ზალფა. ხალხს ეჭიდება. და მარტივა დაუწყდებათ. თითქოს ხმას არავინ არ იღებს, ლუკმას არავინ გაიღებს, კარს არავინ გაგიღებს, მაგრამ როგორც თქვა, ჩკიმ ჯიმამ ისტორია წერს და არ იღებს. ვინ არის ამის ჩკიმ ჯიმი? ახლა ვთქვა. და
უნდა გაგახსენებთ. ვინ იყო ვინც აჰასთან ბედზე ახალი ერის კარი გააღო, ვინ მთელი თავის კარიერა ამ თემისთვის გაიღო, ვინც არსად არ გაიყიდა და შექმნა თავის პონტი, ვინც არასდროს დანებდა და მაინც გახდა ჩემპიონი, ვინც პირველად უანგარო დაუდგა გვერდში გამას, მერე მივიდა და მანდაც ყველაზე დიდი შოუ დადგა. მე არა ვარ შოუმენ, მე თვითონ ვარ შოუმენ. კილომეტრიდან ჩამდა ეგ. გუშინ დამეზურა თუ ხალხისთვის გაცემდა და არავის არ აახია, ვინც მივიდა და იუთუბერებს ბურთი თავზე დაახია. ო, იუთუბიდან წამოსულა. მაგარი მე კარგად ბოჭო. ვინც იყო სუკულტურისთვის და გზაში წევდა თამასებს. ვინ ქვეყანაა кайფა თითქოს შესვა პროგრამაზე. რატო არავინ არასდროს ბაზროს ნახ პრობლემებზე? იმიტომ რომ ტვინი გამოურეცხეს მათ TikTok-ზე. რომელი ბანკი გააქვთ? ახალი ტაქტიკა აქვთ? ნახე რა კატა დადგეს. ღმერთო ეს რა იკადრეს? უყურებ კადრებს ამათი სწორები, იმათი ჭორები, ამათი სწორები და არასწორები შეცდომებს უშვებენ და არასწორებენ პოზებია. ნაც კოჩ და გაწი მოწიამ, გაწამაწიამ სულ გადამრია. ცუდად არიან თან ვერ არიან. თანხებს იღებენ მერე. თანხელს იშვენენ შენკენ კიდე. აკყლე არავინ არა, მაგრამ ყველა თავს იყლევებს. ვაუ მალადეს მაგაისა რა ენერგიული ბილდაპი აქ და მე უკვე იხლება და ესე ამთავრებს ძალიან იყოდება ბოლოს და მაგრამ ეს იყო ვაშლი ვაშლი ვა ამ თემაში ბაზარი რაზე არის? მეტადონი უფასოა, წიგნი კიდე ფასიანი. Whoa. Life lesson, man. crazy shit. Thank you very much, Juna. ხოდა ეხა გიყურებთ როგორ ძიმედ გაცრუებული мама. ხან რას გავხართ, ხან ვის გავხართ, მაგრამ ყველაზე ტრაგედიაა რომ ყველა ერთმანეთს გავხართ. თითქოს ყველა ერთმანეთთან იწერთ რაღაც აჩოკებს, ერთმანეთისგან გარჩევთ როგორც ახალი სიგარეტის პაჭკებს. ბიჭო. ან რას გავხართ, ან ვის გავხართ. ყველა ერთმანეთს გავხართ. რა უნდა იბაზოს? გავხართ, ერთმანეთს გავხართ, ყველა გავხართ. შენ გავხარი, ის გავს, ჩვენ გავხართ, ისინი ყველა. უნებას გვასწავლის ორი თვალს. შეიძლება ვარ რუმი, ხამი, ავი, ხანდახან ყველას დავერევი, მაგრამ იმდენად ჩემი თავი რო არავისი არ ავერევი, ინდივიდი, პიროვნება, დანარჩენი გემოვნება, ვისთვის ტრეში უზდელობა, ვისთვის ქუჩის ხელოვნება. ჩემზეა ჭორები, ამბები, დავები, ზავები, მაგრამ ბურუსის მიღმა იციან რომ მე და ჩემები სულ ვიყავით ნაღდები. ბიფები, დისები, პეთლები, ასლები, ქართულო ეპოქს ცხენოდეს ყველაზე ანდერი, როცა ყავს უაკელი ბლე. ვაუ, ჯუნამ თავისი გუნდა გამოიღო ყველაფერი. სენსაცია. ყველაზე მეტად ვერ ვიტანამ თავში ავარდნილ ბავშვებს. what's wrong? ტიკტოკერები, ჰიპ-ჰოპერები, იუთუბერები, არა და იმენა პროსტა ყვერები. ის უკვე ტრაკი გახდა ვალუტა. ერთი დაულაიქეს და რაღაც ძალიან გაუტკბათ. სად YouTube და სად ქურდული ბიჭო. სად TikTok და სად ჰიპ-ჰოპი. სანდრო ვარ გიუნაშვილი და არასდროს შეიცვლება ეს თემა. აი რეპერი, სელებრიტი ეს საქართველოა შეჩემა. ყველა ვარ ძმები და დები, მშობლები და შვილები, მაგრამ აქ ხალხს ყოფენ ბოზები, ალბათ არ მოხვედრიათ საკმარისი როზგები. რაიზ ისტი და ვესტი, ბარემ ნაცი და კოცი კიდე ბიჭო. შევეცი ვინც ხალხს ყოფს ამას უვიტყვი ბოლო ხმაზე. დაიკარგა. აცად ბიჭო, აცად. დაიკარგა სათქოსა. და კოცი კიდე ბიჭო. შევეცი ვინც ხალხს ყოფს ამას უვიტყვი ბოლო ხმაზე. იმის მაგივრად რომ გაერთიანოთ ჰაიპობთ ბოღმაზე. ხოდა ამათ შემხედვარე მოარჩიები. მიდი ჯუნა გიანსვალი, მაინც გაგადებო, აი ხო. ხოდა ამათ შემხედვარე მოარჩიე განმარტოება. შევეცი ყველას ვინც დაკარგა უბრალოება. შევეცი ყველას ვინც ტრაკი მიცა, ვინც დაივიწყა თავის წყალი და მიწა, ვინც გაიფიცა და მერე ეს სიტყვა დაივიწყა. ნეტალატო იფუთებიან ესესა თუთად, როცა მთელ ქვეყანას გაყიდიან ერთსა ბუთად. უთავ მოყვარეო ბოზები ხართ ყველა, სანამ ჯონდოს აბოლებდნენ ბონდოს დაახველა და всё ბიჭო.
ხო და მასკარაჩი სიმართლის უკანასკნელი მოჰიკანივით მე მოვედი და მოგიტანეთ სიტყვა როგორც უდაბნოში წვიმა სადაც სიდან ჩემი მტრების დაღვრილი ცრემლებით სვივა მე იქ მუხმოდ რეკილი ვარ ჩემი წასულით მებისთვის მათთვის ჭიქა დაისხმევა დაისხმები და მესხმევა თავში ყველაფერი აიხსნება ყველა კარი დაიხსნება ყველა მონა დაიხსნება აიც დაიცლება აივსება და ისევ იგივე რჩევა ო და შენც ჩემი რჩევა ვერავინ ვერ გაგაჩერებს სანამ შენ თავს არ მოусმენ მანამ მე ვერ დამაჯერებ ო და ძირს ყველა ნიღაბი და სამარდეს ყველა ფეიკი და მე მათ სულებს გავაცილებ როგორც Undertaker-რაუ ბიჭო როგორ ქონდა ხელი რაუნდი იბაზრა რომ აი ემას ბოლო ონლაინში უთხრას და შენ ჩემი ბიჭო რჩევა რა უნდა ებაზრო სამ ტიპ მეტი ბიჭო ხომ რამე მოიფიქროს ბაო რას რა სოლო პერფორმანსი თავისი სათქმელი თქვა რაღაც კაი მისჯებით ქონდა ხო მაგრამ თავისი თქვას ან ბეტლია მომენტებში ზებაზრობდა ესე როგორ დასაწერი და უნდა შეავსო ვორდკაუნტი ბიჭო ხო მასე აი რა ვიცი ბიჭო ანუ აშკარა რომ იმენა ბეტლი მუსიკებად კი არა გამოვიდა კაი ხანია არ თქვას თავის პონჩი რა პონტია გამოვა ვიღაცა და რამადლია ბიჭო მოატრაკე პირველი რაუნდი ცადა ამ ტიპს ცოტა ებაზრა მეორე რაუნდიც და მე მესამე რაუნდში ცოტა ბიჭო კარგია მაგრამ იკარგება რა პონტია არა ეს რაღაცა სეზონის 25 ბეტლი რომელიც უნდა უეჭველინო მოიგოს ხო მაგრამ ბეტლია ბიჭო ეს პოეზიის აღამ ხო არა თვითონ წააგებ შენ ხო არ წააგებ არა მე რა თქმა უნდა ეს რეაქციის მუღამი ისაა რომ უნდა რაღაცა გამოხატო ხო აზრი ჩემი აზრი არის რომ what the fuck მოსმეთ და საღო რა საღო რატომ თქვი რომ ეს საკეთებდა უნდა საღო ჰეიტერი ხარ არა ვარ ჰეიტერი მე არა ვარ ფრისტაილერი არა შენ მე მიხსენე გლოვო ახლა ამ რაუნდში მინდა როდის ახსენა გლოვო რა ახსენა როდის ახსენა დებილი ხარ არ უსმენდა თქვა გლოვო ახსენა რაღაცა შენი რაღაცა არის გლოვო შენი დასასრული არის გლოვო თუ რაღაცა ეგეთი ლაინი ქონდა გლოვო უეჭველი ახსენა ისე იგი შენ თქვა ატრაგე არ უსმენს ესე და დამაბდიე გლოვო რო თქვა ესე იგი ეხა ეს რასაც ამ არის ფრისტაილი ამიტომ მოусმინოთ და მოკეტე შენ მე მიხსენე რა კიდე ხوار გამოიღება გლოვო მიხსენე რატო იტყოდა ბიჭო ისეთი პერფორმანსი ქონდა ახლა იწყებს და შენ მე მიხსენე გლოვო ხო შენ ახსენე სპაიდერმენი ბიჭო რაც დაიმახსო რა უცებ თავში დაწერა რაღაცა მოკეტე რა შენ მე მიხსენე გლოვო ახლა ამ რაუნდში მინდა უსმინო ჩემს სეტაპებს და აზრები გამოიტანო ინდოელი კურიერი ვითხარ გელაპარაკები და არ გამომდის ჩემს სართულზეა მოგიყვანო ართია მინდა რომ ვითომ დამიძაბო მაგრამ აქ დაძაბვის არ არის პონტი შენ გაქვს ძალიან კარგი დელივერი მაგრამ ჩემგან მოდის მილიონი ვოლტი ნაის პირველად რომ დაგინახე KMC-ს გამიკვირდა მეტი დასაცინი როგორ ვერ ნახა ჯიში ბოლოს და ბოლოს იმხელა ყბაუქს რიკოციკიდან მიაწოდეს პირში ბიჭო აი სამარცხინოს არის და სამარცხინოც მართლა არ ველოდი ეგრე გაგიფენდნენ ხელი ჩაგვირტყაო ფოტო გადაგიღეს მაგრამ არ წაშალეს სადაც გაგინებენ მე დღეს არ ვაპირებ ვინმეს შეგინებას ხო და შენი ფიქრი მანდ და არ წაიღო მაგრამ ზმაკაცური ფოტო თუ მოგინდა ჩემთან შეგიძლია ისეც გადაიღო ხო მოკლედ შენ ისე დაიწყე ბიფი რომ არ იცოდი არც ბეთლის არც მუსიკის საბაზისო და მაგიტომაც მიიღე შედეგი რომ ამბობენ ჯიუნას გვამზე საბაზისო იმედია ახლა მაინც დააყენებ ტრაკს და ისწავლი ჭკუას თუ ისე კილოზე გადაობას აპირებ მე დღეს გამოვთქვი ყველაფერი სრულიად გამართულად თბილისელო რაც ბეთლი დაიწყო ჩემს ასოს არბილებ ხო და ისე შენ რანაირი ქალაქელი ხარ ენემი ცოლი თუ ყავს დამალე ნიკისლო აქ თუ ხარ გამოდი და ამკლეს თბილისელობა ასწავლე ნიკისლო forever თბილისელობის ისე მასწავლებელი მახსოვს სოლონთარო მორალს კითხულობდი თავად რა იკადრე ბიჭო ვისაბოლებ მაშინ ესაუბრე ვინმე ზრდილობაზე როცა სხვის ცოლებზე ბაზარს მიატოვებ ენემი ცოლს მოუყურებ როგორც ცხოვრებისეულ ჯილდოს არ ვიცი ამ ტყიურობას რა გადავამატო აი ეგრე ხდება როცა მრგვალი თავის გარდა არაფერი გაქვს საამაყო მაგრამ როგორ არა შენ ამაყობ რომ მორწმუნე ხარ ეკლესიაშიც დავდივარ როცა ვასწრებო კი შენ დადიხარ ეკლესიაში რომ სვეტი ცხოველზე ფანჩი დაწერო ხო ჩაულებრივი მკრეხელი ხარ და მეტი არაფერი ეს რეალობა აიტანე თუ გინდა შენი ნარიმანი ვიქნები და დილაობით ჩემი ნაგავი გაიტანე ბიჭო რა მწარებს
რა ხდება? ერთ მიმართულებიანი აღმართზე. არა ეს აკაიგო. ეს სიტყვები მახსოვრება უყურე? ტიმმა ბოლო ორ წელში იმდენი ყლეობა აკეთა დაჟე იანგ მაიკი ფიქრობს რომ ნამეტანია. ამას აგათქვამი. გადაწყვიტა გაეძრო გამაში. მაიკის სახე შეხედე. გაბადრულია მახსენესო. გამაში. გადაწყვიტა გაეძრო გამაში და გაეძრო გამაში. ანდა თავი შეერცხვინა რა მოგება რა ნიჩია. 3 საათი ატრიალებდა კარუსელს და მაინც არავინ არ აირჩია. ზუსტად ვიცი რას ფიქრობდი მაგ ბეთლამდე. რა მოხდება თუ წრეზე ტრიალს დავიწყებ? შიშარა კლოუნი ჩმორი დამიძახონ შეიძლება. მომენტად იმას ნიშნავს რომ არც არაფერი შეიცვლება ხო და ჯიუნაც ტრიალებს ბრუნავს. ნელიკია, მაგრამ გაჩერება არ იქნება. ერთ ციკლს იმდენ ხანს ანდომებს ენემის უკვე თვიურზე ფანჩები აფიქრდება. ხო და შეგიძლია მეც გამომიწვიო ბორბლებში, მაგრამ აქ მოეშვით ყვილად ბობოქრობას. ფანჩი რომ დავწერო მანქანის ბორბალზე, შენ მაგას ვერ დაწვავ ჭია კოკონობას. ხო და What the fuck? გადია. არა და ნათქვამი გაქვს რომ ნოუნეიმთან არ გაბეთლავდი. მაშინ რითი ახსნა ჩემი გამოჩენა. რეალობა არ არის რომ ბეთლი მოგინატრა, უბრალოდ ჩვენ თვითონ დაკარგი თავზე წარმოდგენა. ხო და ამას მაშინ მივხვდი, როდესაც PvP-ს ვერსეთ ივენტს ვერ დაესწარი. იმიტომ კი არ ბეთლაობ რომ ბეთლი მოგენატრა, უბრალოდ ზმაკაცებმა გაგიხადეს სახვეწარი. ხო საიფერები გინდოდა და ზმაკაცებმა არ მიგიშვეს. BPM-ი გინდოდა და ზმაკაცებმა არ მიგიშვეს. ძალიან გინდოდა ოფენიარზე გარეკვაც, მაგრამ შუქით საკუთარმა ძმებმა გაგითიშეს. ხო და იმიტომ რომ flow-flow-მაც კარგად იცის რომ ვერავინ გააფუჭებს სეზონს ისე როგორც შენ უზავ. ტიმმა ერთი შესარჩევი დადროპა და ემინემად მოეჩვენათ ვენტუსა. ვენტუსა ასერჩია, ვენტუსა კარგად. სულთქველად გონია რომ დიჩის გაახსენდი. ნიჩის გამო გაგეჩითა ბეთლი. ეს მე ვუთხარი დიჩის რომ ჯიუნა მომითრიემეთ. მე შენ ეს ბეთლი გიწყალობე როცა დიჩის ეგიდეა მივაწოდე. შენ ბოზო კამერას ხელი დაუქნიე და მიმადლოდე. მე დღეს როგორც ჯიუნა გაგაცოცხლე მაგრამ ბიჭო, ახლა უყურე ეს რასაც ეძებდება, იმას შეიძლება მთელი სტრუქტურა იმას აეგო. დღეს როგორც ბეთლემს იკვდები. დღეს ჩვენ ორივე მაიმუნობთ, მაგრამ მე ამას ვუკონგივით ვშვები. ჩვენ გავაცოცხლეთ სფეროს, უკან ხო იმადა საკუთარი შესაძლებელი. არ იყო სასწაული, მაგრამ საყვარელი თამაშია. დღეს ჩვენ გავაცოცხლეთ სფეროს, მაგრამ მე მას თავს აღარ დავანებებ. დღეს ჩვენ ორივე სულს დავლებთ, მაგრამ მე ამას დემენტორივით გავაკეთებ. ეს ყველაფერი ვინც არის ის დემენტორი არის ჰარი პოტერში მოშინებასავით რაღაცა რომელიც მოდოდა შენ სულს სამს. იმიტომ დაგემართა რომ პატარა მეკარე კაცი ხარ და დიდი კაცობა გინდა მაგრამ რომ ციდგე მილანის კარებში მაინც არავის მოიჩვენები დიდადია. ვაუ. ფეხბურთელაინები დღესგო კარგია. რომც წერდე ცალხელზე პლატინით ზიდანივით ვიყენებ თავს შენ წინ და ნუ ღარ ქაჯობ გაგხადე ბაჯო the man who died standing yo. Oh shit, შენ არ გეცოდინება. ხო და იგი ფეხბურთელი. შენ გადაწყვიტე რომ ანდრეა პირლო და მაესტროსთან მოგებით გაიჩიტე თესლი. შევეცი იუვენტუსის ყველა მეკარეს, ჩემი ბაზარია ვოიცეხზე ჩესლიო. ეს ნახა მაქსიმუმია. დაიძინე. ესე ჩემი საფეხბურთო ბარები. თან არც ერთი იყო დაწერილი დაძალებით. წადიდე ხა ამტკისე რომ შენი ლაინები მეტია ვიდრე გაზაევი. გაზაევი რა არის? და გაზაევი არის ხილი. იცი რა არის იმაზე სამარცხინო რომ თუნდე კაპანაძის ტექსტები დაუწერია დათოს. უკანასკნელი რეპერის რო იყო შენ კაპანაძე დაწერას არ გთხოვს. იმიტომ რომ არაფერს შეჭirdება შენი დებილი ტექსტები სასტავს. შენ ხარ იუვენტუსის ფანი, მაგრამ იტალიაშიც დაგიმალავდნენ პასტას. Oh shit, იუვენტუსი იტალიური გუნდია. ეგ ვიცი რა პასტას რა გუნდია. პასტას რომ იტალიაში დაგიმალავდნენ, პასტას რო არ დაწერაო შენ არაფერიო და პასტა, საჭმელი პასტა. იტალიური. მაგას რო გურები მივხვდი. დამეს. ერთოთი. ეიო. თუ აპირებ სეზონზე გამოსვლა შენთვის უარესი თუ ჩამივარდი ხელში. იქ არ იქნება ცოტა დანდობა ჩვენ და სხვა ტიპებს ჭკუიდან შეგშლით. ეს ჩემი წრეა, ჩემი სისტემა. თუ 8MC-ია სეზონის წესში, მე 8-თა შორის როგორც სატურნი ერთადერთი ვარ საკუთარ წრეში. Yo! What the fuck? ზოგი რა ისეთი დაფირი ლაინია ხო რა. თუ ამ ლაინებს ვერ ამუღამებთ ეგარ ბიჭო, ახლა უყურე კი მაგარი ნაფირი ლაინებია, მაგრამ აი. სო შენახვა არ უნდა?
არა ბიჭო ესეთი ყველა banger lines რო არა ანუ ესე იგი შეუძლიათ მაო და უკეთესების აწევად შეუძლიათ ანუ ნახე უკვე ესეთი ლეველი და ეს თუ კიდე განვითარდა ბეთლიდან ბეთლამდე იმენა ტოპ აკაპელაებში იქნება უპრობლემოდ თან საღოლ აქვს აზრი რა ვქნა ვერაფრით დავწერ მარტივად დამწყებს მენელებს არა აქვს შანსი უნდა ავწიო მასა ჩემამდე ვერ ჩამოყვები დონემდე მასის უნდა შეგიქმნა DC-ის სიმბოლო თითქოს მე ვიყო ალგული რასი სულ გავაკეთებ შენზე სამჯერ რას ალგული არის ბეტმენის ბოროტმოქმედი DC კომიქსების კომენტარებზე შელის თვინი კოას მოვაძე გადაერთო მხოლოდ ვა და ჯიზუს კი დავდივარ ვა ჩარტი მაიცა კოა 95% accuracy ვა ჯიზუს შეუგდათ ხმა ეიო ჩემ თავს ვიცავდა მეყოფა კლასი და თუნდაც ყველა ფანჩია მძიმეები წერტილი დავსვი თავს უწოდებდი პროფესიონალს და ვერ აღმოჩნდი ლეონის მსგავსი თუ მოიტანე 100-მდე ფანჩი გებრძვის 300-ით ლეონიდასი იო უში ლეონის მსგავსიო ლეონი არის კინო რო არის პროფესიონალი საღოლო ვა მალე დავათარებ მოკლედ გავიგერო ჩემს მერე პელეს ხვდები არა მგონია დროი უკვე არა მგონია გავიგერო ჩემს მერე პელეს ხვდები არა მგონია დროი უკეთ გაატარო პელე ეს ვაშლი ჩემი ნაჭამია და შეგიძლია დაამთავრო ბიჭო ვიცი ეგ იმაზე არ იყო ვიღაცის შეყვარებულთან რო გაიჩნდა რომ ბელიღასა და იმაზე ხო რო პელესთან იმინა პელეს ლაინია საღოლ ეგ ბიჭო ეგ დამთავრებულ ვაშლზე თემა ზოგადად ცნობილი ფრაზაა რა და საღოლ ვა ამორჩა სპოილერი არ არის ეგ არ არის დადასტურებული ინფორმაცია ვერდო ჯებო ამორჩა სპოილერი არ არის ეგ არ არის დადასტურებული ინფორმაცია ასე რომ შეფასების მოსმენა გვინდა არა კარგი ყავჩა 3-0 go next კაი მაიცა წამი არის თუ არა ის პიროვნება რომელსაც საიფერის დარეაქტებოდა და მაგ შემთხვევაში დავარიაქტო 10 წამი გაქვს რომ მოითხოვო საიფერის დარეაქტება თორე Roblox-ის gameplay-ს დავარიაქტე